Am ადამიანს რაღა დაგიმალოდა საზოგადოების დიდი ნაწილი არც სახეზე იცნობს და არც მისი სახელი და გვარია ბევრი რაიმეს მთქმელი. არადა საუბარია დეპუტატზე. ადამიანზე, რომელიც ამუშავებს და იღებს კანონებს, რომელზეც საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრება ხდება დამოკიდებული. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ეს დეპუტატი პარლამენტში 1999 წლის შემდეგ უკვე მეოთხედ მოხვდა და მაინც თითქმის არავინ იცნობს. არადა პრეტენზიები მისი მისამართით უცნობი დეპუტატის კვალობაზე ბევრია. ის პარლამენტის ერთ-ერთი წევრი იყო, რომელიც აგვისტოს ომის დროს საქართველოდან გაიქცა და გაქცეულთა ოფიციალურ სიაში იყო, მაგრამ მისი სახელი ასევე მილიონერ ქართველთა ნუსხაშიც არის და თანაც ძალიან საინტერესო ბიზნესით. ვინ არის მილიონერი მერაბ სამადაშვილი? რატომ გამორჩა მას საკუთარი დეკლარაციის შევსებისას კერძო კომპანიაში 100%-იანი წილის მფლობელობა და რას ნიშნავს მიწაში დამარხული მილიონები? რატომ აცხადებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები უარს ანატომიასთან საუბარზე და კრიმინალური სამყაროსთან ბრძოლის მიუხედავად, რატომ იცავს ნაციონალი მაჟორიტარების ბიზნესებს ავტორიტეტები? რა ღირს ან რად ღირს დეპუტატობა? საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს თითქმის ყველაზე უჩინარი წევრის, მერაბ სამადაშვილის ანატომია. და რით ვერ მოიგო ამ ხალხმა, რომ ქთამები არ ჭერს ჩვენ სახელმწიფო აპარატთან, მე არ ვიცი, აი გლის თავზე სახარების კითხვაა. მერაბ სამადაშვილი უკვე საქართველოს მეოთხე მოწვევის პარლამენტის წევრია. 1964 წელს დაბადებული დეპუტატის ბიოგრაფიაში ბევრჯერ პარლამენტის წევრობის გარდა ბევრი საინტერესო არაფერია. სამუშაო გამოცდილებაც სტანდარტული. დაიწყო თბილისის ტრამვაი ტროლეიბუსის სამმართველოს სალიანდაგოს სამსახურის ბრიგადირობით და გახდა დეპუტატი. მისი ასეთ წარმატებულ კარიერას ახსნას მატებს 90-იან წლებში კომერციულ ბანკებში გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მუშაობის გამოცდილება და ასევე ცეკავშირის გამგეობასთან თანამშრომლობაც. 1999 წლიდან საერთო ენის და სავარაუდოდ რესურსის გამონახვა მოახერხა ჯერ შევარდნაძის, ხოლო მოგვიანებით 2004 წლიდან სააკაშვილის ხელისუფლებასთანაც. არც დეკლარაციაა ბევრად განსხვავებული სხვა თანამდებობის პირებისგან. ორი საცხოვრებელი სახლი თბილისში, აქედან ერთ-ერთი მეუღლეზე გაფორმებული, ერთი მსუბუქი ავტომანქანა, რამდენიმე კრედიტი და ხელზე ცოტა ფულიც. საკმაოდ მოკრძალებული დეკლარაცია 30 მილიონის პატრონისთვის. დეკლარაციაში მითითებულია, რომ სამადაშვილის მეუღლე მუშაობს დირექტორის მოადგილედ შპს MC-ში, რაც სავარაუდოდ სახელის და გვარის მერაბ სამადაშვილის აბრევიატურა უნდა იყოს. დეკლარაციაში, რომელიც 2010 წლის 12 მაისს არის შევსებული, არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ ამ კომპანიაში ბატონი დეპუტატი 100%-იანი წილის მფლობელია. არადა ამავე პერიოდში გაკეთებული ამონაწერის მიხედვით ირკვევა, რომ დეპუტატი ფლობს შპს MS-ში 100%-იან წილს. კომპანია კი 1996 წელს არის დაარსებული, რაც საქმიანობს შპს MS-ი და კიდევ რომელ კომპანიებში ფლობს ის წილს. დეპუტატის საქმიანობის არეალი დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება. არსებობს შპს ბარაკა, სადაც 16% ეკუთვნის ვინმე თემურ კაბანაძეს, 45% დეპუტატის ძმას ომარ სამადაშვილს და 37% კომპანია შპს მარჯანი ხუთს. თავის მხრივ შპს მარჯანი დაფუძნებულია 50%-იანი წილით პარლამენტის წევრის ძმის ომარ სამადაშვილის მიერ და დანარჩენი 50% კი უკვე ეკუთვნის შპს MS, სადაც 100%-ის მესაკუთრე პარლამენტის წევრი მერაბ სამადაშვილი. გარდა ამისა არსებობს კიდევ კომპანია დინექსი, სადაც 50%-იან წილს ფლობს ასევე კომპანია მარჯანი ხუთი, ხოლო დანარჩენი 50% დეპუტატის ძმაზე ირიცხება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დეპუტატის ძმა თავად დეპუტატის კომპანია და ასევე ძმების სამადაშვილების ანგარიშზე რიცხული დინექსი, ასევე 45%-იან წილს ფლობს ფირმა ეკომეტალში. ამავე კომპანიაში კი 55%-იანი წილი ირიცხება ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანია ატოლზე, რომელზეც თავის მხრივ პასუხისმგებელი პირი კვლავაც დეპუტატის ძმა ომარ სამადაშვილია. ამ უკანასკნელი ფირმის საქმიანობის სფეროდ კი სახელდება მანგანუმის წარმოება. რას ნიშნავს მანგანუმი და რა იმარხება ბარაკას ქვეშ, რომელიც თავის თავში მხოლოდ ჩვეულებრივ ბაზრობას უნდა გულისხმობდეს.
ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ზესტაფონში მანგანუმის დამუშავებისას არსებობდა ეგრეთ წოდებული სასაფლაო, სადაც ყრიდნენ სილიკო-მანგანუმის ქერქულ ნარჩენებს, რომელსაც შემდგომ მარხავდნენ. 2010 წლის საექსპერტო მონაცემებით ზესტაფონში ბაზრობა ბარაქას მიწის ქვეშ მოთავსებული ქერქული ნარჩენები საორიენტაციო წონის მიხედვით 72,293 ტონას შეადგენს. გადამუშავების შემთხვევაში სილიკო-მანგანუმის გამოსავლიანობა სავარაუდოდ 30%-ს უნდა შეადგენდეს, ანუ დაახლოებით 20,000 ტონა. კვლევების მიხედვით ირკვევა, რომ 1997 წლიდან 2009 წლის ჩათვლით ამერიკულ და ევროპულ ბაზარზე 1 ტონა გადამუშავებული მასის ფასი 1300-დან 1500 დოლარამდე მერყეობდა. საშუალოდ ყველაზე დაბალი ფასის $1000 გადახდის შემთხვევაშიც კი ირკვევა, რომ ბარაქას ქვეშ ზუსტად 20 მილიონი ამერიკული დოლარია დამარხული. თუმცა გადამუშავებული მასის 50,000 ტონიანი ნარჩენი ვარგისია სამშენებლო ბლოკების საწარმოებლად, რაც თავისთავად ასევე რამდენიმე მილიონ დოლარზე ადის. სამადაშვილის ტრამვაი ტროლეიბუსის გზის ბრიგადირობიდან დაწყებული საქმიანობის წარმატებაც, როგორც ჩანს, კომუნისტების მიერ დამარხულ ამ სიმდიდრეშია, რომელსაც როგორც მისი ყოფილი პარტნიორები ამბობენ, ის ყველა ხელისუფლებას წარმატებით უნაწილებდა. პარტნიორები, რომლებიც სამადაშვილმა მოტყუებით, თაღლითობით და ბუქარით ჩამოაშორა მილიონებს. პარლამენტარ მირაბ სამადაშვილს თავის სასახლეში ვაკეში რომ მოხსაშენებული იქ შევხვდი ორჯერ. ჩვენ ვისაუბრეთ რაღაც ამ თემასთან დაკავშირებით, სხვა თემასთან არ ვისაუბრია. მან აღმითქვა ყველაფერს დაგიბრუნებო, რაც წავიღეთო წილებსაც დაგიბრუნებო, თანხებსაც მოგაწოდებდო, მაგრამ არ შეასრულა, იმიტომ რომ მაშინ ვჭირდებოდი ქონების მმართველად შევედი შეპესეს ჩემ ორგანიზაციაში შევედი ქონების მმართველად და რაღაც საქმეები მოუგვარე. მდგომარეობა ისე დაიძაბა უკვე რომ იწურებული გავხდი რომ წავედი სასამართლოში. სასამართლოში ეს 25%, რომელიც ამოშლილი ვიყავი, აღვიდგინე 2007 წელს 7 ივნისს 2007 წლის 7 ივნისს ქუთაისის აპელაციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება და ჩაწერა შავი თეთრზე რომ დაუბრუნდეს დავით ხუსკივაძის ჩამორთმეული საკუთრება და შევიდეს ცვლილებების სამეწარმეო რეესტრში და აღმიდგინეს 25%. მაგრამ სამადაშვილის მიერ წართმეული მეორე 25%, რომელშიც ერთი თეთრი არ გადავუხდია, როდესაც ზესტაფონის ნოტარიუსში მე ხელი მომაწერიეს დოკუმენტებზე, აქვე ითქვა რომ აი ამ 25%-ს, რომელიც 25%-ს, რა თქმა უნდა ეს იყო იერაღის ქვეშ, რა თქმა უნდა ეს იყო მუქარის ქვეშ. ეს იყო ამას არა აქვს არც სახელი და არც არაფერი აქ რაც მოხდა. მერაბ და ომარ სამადაშვილების მიერ მისაკუთრებული ზესტაფონის ბარაქას ბაზრობა მხოლოდ ერთადერთი საბადო არ არის, საიდანაც ისინი ჩამარხულ მილიონებს იღებენ. არსებობს კიდევ საირხის საბადო, რომელსაც მათივე კუთვნილი კომპანიები ამუშავებენ და როგორც შეპასეს საირხის ყოფილი მეწილი აცხადებს, საირხის ტერიტორიის ქვეშ განთავსებული სილიკო-მანგანუმის ქერქული ნარჩენები აჭარბებს ბარაქას ტერიტორიის ქვეშ დამარხულ მანგანუმის ნარჩენებს. ესე იგი, დათვლილი თანხაც 20 მილიონზე მეტია. 7 წელში უკვე საერხედან იყო გატანილი 45 მილიონი ამერიკული დოლარის პროდუქცია, რომელიც სუფთა მოგება 30%-ით. აი ხო არის ახლა გაანგარიშებები რომ ბიზნესი არის რომ 70%-ია მოგება, 30%-ია ხარჯი. 70% ხარჯი რაც შესაბამისად რაც შეიძლებოდა ყოფილიყო 30%-იანი მოგებით დარჩა ჩემი 25% 3 მილიონი ნახევარი ამერიკული დოლარი. მე მაქვს მან თვითონ მომცა ტელეფონი, მისი ტელეფონი ეს იყო 2006 წელი, როდესაც სანამ შევხვდებოდი მანამდე, ჩვენ უკავშირდებოდით ერთმანეთს რამდენჯერმე ტელეფონზე, შეხვედრის შემდეგაც რამდენჯერმე, მაგრამ ბოლო შეხვედრის შემდეგ, როდესაც მე მას უთხარი, რომ თქვენი ანგარიში თუ თქვენი დაპირება, უბრალოდ ანგარიში არ იყო, თქვენი შეპირება იმისა, რომ თქვენ მე დამიბრუნებთ წილებს და დამიბრუნებთ თანხებს შესაბამის, მას შემდეგ ჩემს არც სატელეფონო ზარზე და არც მესიჯზე, რომელიცაც ტექსტებს MS-ის სახით უგზავნიდი, აღარ უპასუხია. აქვე ირკვევა, რომ სამადაშვილები მხოლოდ ლიცენზირებულ ტერიტორიებს არ ამუშავებენ. ისინი როგორც მათი ექს-პარტნიორები ამბობენ, ასევე არ ერიდებიან მთლიანი ტერიტორიის დამუშავებას და რა თქმა უნდა, მიღებული მასის გაყიდვებიდან მიღებულ თანხასაც არ სადადარებენ. შესაბამისად, ამ თანხებს ჩვენ უკვე ვეღარ დავითვლით, თუმცა ამ არალიცენზირებულ ტერიტორიებს იცავენ.
გამლელი გამოულელი ყველამ რო არა იყოს რამე ამის. ეს ვინ ჩაყარა ესენი და სამადაშვილების საკუთარი ქონების და ტერიტორიის დაცვას ზესტაფონში კარგად ცნობილ ავტორიტეტს ყოფილ მხედრიონელს ცეზარ მაღლაკელიძეს ანდობენ, რომელიც თავის მხრივ დეპუტატის ოჯახის ბიზნესის ყოფილ მეწილეებს, რომლებიც საკუთარი დივიდენდების მიღებას ვერცერთი სასამართლოთი ვერ ახერხებენ, ფიზიკური ლიკვიდაციითაც კი არაერთხელ დამუქრებია. არ ცხენია შენ არ ცხენია შენ არ ცხენია ბავშვები შეარი მყავს შენ აღარ ცხენია ბავშვები შეერდუხა შენი გაკეთებული ბავშვები შენ არ ჩინე შენი მე რა შენ ასე წამართვე მე რა წამართვე წამთვევის დედა მოუთხა და დამბრენებლის მე მასე შენ ასე მიგაჩინე გადი შენ ასე მიგაჩინე ირაკი ხო იცი დიძვაგილს და ყოველთვის გაშორები ხო შეუძვერი ახლა უსაფრთხო ტრაქში რა ისა და კი არა რა გინდა შენ ბოლოს დამორ მოდი აბა ერთი შემ სანდო შემევიდი ზა რა შემოხდი მოდიოდი რამეა გასაყოფილი მოდიოდი მარე რა შემოხდი შემდეგ ქართული ხალხი მოვიდა და მოითხოვა ამ კაცის ჩაის დალევა რაც მისი სახელით ქართული ხალხის სახელით მედინი სიამოვნებით შევასრულა ამიტომ და სხვადასხვა მის შემდეგ ყველა რევოლუციას რომელიც ხდება თუ შეამჩნევთ ერთ სახელი ეწოდება ვარდების რევოლუციის საფრთხე ფაქტი ერთია, რომ მოქმედი ხელისუფლება არც 30 და არც 50 მილიონი დოლარის მიღების შესაძლებლობას ერთ პირს არ მისცემს და ამიტომაც ჩნდება საქმეში ნაციონალების მეორე და ძალიან ცნობილი პარლამენტის წევრის სახელი პალიკო კუბლაშვილი. ამ საქმეებზე მოსიარულე და მომრიგებელი კაცი ასეთი კაცი არის შმაგი ხემეტელიძე, რომელიც დაახლოებული პირი არის პავლო კუბლაშვილთან. ამას აწარმოებდა იურიდიულ საკითხებს ფეროში გიგა კვერენჩხილაძე და ერთი სიტყვით დავის შემდეგ ადგენდა დააყადაღეს ჩემი წილიც 16% და 66 შეფესე ბარახაში. ჩემს აწილოთ მერგებოდა $600,000. როდესაც მე ვიკითხე ეს თანხებს მეუბნებიან მე უხდი ამას ვლას, ამას უხდის ხელისუფლებას, ვის უხდის მე არ ვიცი. სამადაშვილი. ესე იგი, რადგანაც მე აღმოჩნდი გაერთიანებულ კომპანიაში, რომელიც გაერთიანდნენ ქემეტელიძეს, სამადაშვილების, პავლო კუბლაშვილის და ესენის ყველა მე უკვე სასამართლოებს მაგას ვეღარ ვგებ. საჯარო დოკუმენტაციიდან კი ირკვევა, რომ ძმების სამადაშვილების ბიზნეს ინტერესებში შედის ასევე გაზის და ნავთობის ბიზნესიც. კერძოდ კომპანია გაზოილ პლუსის დირექტორად 2010 წლის მონაცემებით რეგისტრირებულია დეპუტატ სამადაშვილის მესამე ძმა დავით სამადაშვილი. ასევე სამადაშვილების ოჯახის სახელზე ირიცხება შეპასე მერიდიანი, სადაც უკვე სამადაშვილთან ერთად ხვდებით მეორე ცნობილ გვარსაც, საკრებულოს წევრს მამუკა გუგეშაშვილს, რომელიც ქალაქში ცნობილი მაზავშიკის გუგულას სახელით სარგებლობს და რომელიც სამადაშვილების ბიზნეს პარტნიორად არაერთხელ დასახელებულა. კონკრეტულად კი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ ხელზე მაზაობასთან მებრძოლი ნაციონალური ხელისუფლების რიგებში გუგეშაშვილი სწორედ სამადაშვილების ლობით მოხდა, ვისთანაც ერთად სამადაშვილებს სათამაშო ბიზნესი ტოტალიზატორების ქსელი აქვთ, რაც თავის მხრივ ხსნის ხელისუფლების რბილ დამოკიდებულებას ამ საქმიანობასთან და სავარაუდოდ ეს ახსნა რამდენიმე მილიონ დოლარსაც ითვლის. მის სახელს უკავშირდება თბილისში ტოტალიზატორების ბიზნესი, ამის აქ მე ვერაფერ ახალს ვერ ვიტყვი, ამის შესახებ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბევრს წერდა გაზეთი ალია და შეგიძლიათ ნახოთ იქ ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ. დაწყებული მაზავშიკების ცნობილი ამბებიდან დამთავრებული ჩვეულებრივი ისეთი სტანდარტული და ტრადიციული წილების გადანაწილებით ამ ბიზნესში. მერაბ სამადაშვილი უკვე მესამე თუ მეოთხე შეიძლება მოწვევის პარლამენტის წევრია. ანუ ჩვენ ვსაუბრობთ რეალურად, რომ მთელი ეს პროცესი, რომელიც ზესტაფონში არსებულმა ბიზნესმა გაიარა, სახელმწიფო ქონების პრივატიზაციიდან მოყოლებული დღემდე მოსული, ხდებოდა მერაბ სამადაშვილის ხელით, მაშინ როდესაც ის იმავდროულად იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. და სწორედ ამიტომ არის ეს ჩვენთვის საინტერესო და არა უბრალოდ იმიტომ, რომ ამ კაცს რაღაცა ბიზნესი აქვს. ყველა შეიძლება რაღაც ბიზნესი ქონდეს, თავი ამოცანა ეს ბიზნესი კანონიერი გზებით ქონდეს, ჯერ შეძენილი და შემდეგ ფუნქციონირებდეს ასევე კანონიერი გზებით. ეს ადამიანი მუდმივად მალავს საკუთარ შემოსავლებს და საკუთარ ქონებას ზესტაფონთან მიმართებაში, რაც
გიჩენს პირველ კითხვას და განცდას რომ რაღაცა აქვს ესე იგი დასამალი და იმიტომ მალავს ამის მერე იწყებ უკვე კვლევაძიებას და მიდიხარ იქამდე რომ იმის მუდმივად თავის სტატუს პარლამენტში იყენებდა სწორედ ამის. მე ვფიქრობ რომ პარლამენტშიც ამიტომ არის ის სხვა ინტერესი მას არ აქვს რომ იქიდან ლობირება გაუწიოს და უსაფრთხოება უზრუნველყოს საკუთარი ბიზნესის. უსაფრთხოების უზრუნველყოფა კი მარტივად ხდება ყოველი არჩევნების წინ და არა მხოლოდ საარჩევნოდ, ალბათ სხვა დროსაც, მაგრამ საარჩევნოდ ცხადია, ის იხდის ხარკს ყველა სახელმწიფო პარტიისთვის, რომელიც ამ ქვეყანაში ყოფილა მის დეპუტატობის დროს ჯერ უხდიდა მოქალაქეთა კავშირს და მის საარჩევნო კამპანიას, ეხლა უკვე ნაციონალურ მოძრაობას და მის საარჩევნო კამპანიას. მერაბ სამადაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ, ვინც გადახტა უცბად ერთი ნავიდან მეორე ნავში იყო. ედვარდის მაჟორიტარი და გახდა მიშას მაჟორიტარი, ისე რომ არანაირი პრობლემა მას არ შექმნია, არც მაინც და მაინც გაგვიგია რომ დაეჭიროთ მილიონები მიატანინეს ეს ისტორიები არ არის ცნობილი, შეიძლება მოხდა, საზოგადოებამ არ იცის, სწორედ იმიტომ რომ სწრაფად მოხდა მისი გადახტომა ახალნავში და შესაბამისად ფინანსური რესურსის გადატანა, ვთქვათ, ერთი პატრონიდან მეორე პატრონის ხელში. გარდა ამისა, პირად საუბრებში სამადაშვილებთან დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ პარლამენტის წევრის ოჯახის საკუთრებაში შედის ასევე თბილისის ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიის ერთი ნაწილიც. ყველაზე რთული მილიონერი დეპუტატობას შეჩვეული სამადაშვილისთვის 2008 წლის არჩევნები აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ეროვნული საბჭოს ეგიდით მისი კონკურენტი ნაძალადევის რაიონში ეკა ბესელია იყო. ნარკოტიკები ნარკომანებისთვის არჩევნებში დახარჯული 2 მილიონი, ხელჩართული ბრძოლა და კიდევ 4 წელი სახელისუფლო ბიზნეს წრეზე სიარულიც გარანტირებულია. ამისთვის არა მარტო ძალიან დიდი თანხების მობილიზება დაჭირდა მას და დიდი რესურსების ხარჯვა, რომელიც ბუნებრივია კანონიერ საწყისებზე არ იდგა და არ დგას, ისევე როგორც სხვა აკრძალული მეთოდების გამოყენება, რომელიც ასევე კარგად ნაჩვევი იყო მისთვის. ფაქტია ის, რომ მან გაყალბებული ოქმებით მაშინ და ძალიან დიდი ფულადი რესურსის ჩართვით, ბუნებრივია ხელისუფლების პირდაპირი დახმარებით შეძლო რომ მესამეჯერ ყოფილიყო იმ რაიონის წარმომადგენელი, რომლის ამომრჩევლების ალბათ 80% მას კარგად არ იცნობს არც დღეს. როდესაც პარლამენტის წევრი პირდაპირ ღიად ყოველგვარი შეფარვის გარეშე მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში და ფლობს ესეთ ბიზნეს რესურსებს და ის განკარგავს ამ რესურსებს, ამ ქონებას სამეწარმეო საქმიანობას პარალელურ რეჟიმში აგრძელებს, ეს პირდაპირი დარღვევაა კანონმდებლობის და ეს არის პირდაპირი საფუძველი როგორც პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეჩერების. აქ მით უფრო, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რამდენი ადამიანია დაზარალებული, მათ შორის პროცესები ეხლაც მიმდინარეობს მის წინააღმდეგ, მისი ყოფილი პარტნიორების თუ ამჟამინდელი პარტნიორების და როგორ იყენებს ის ნაციონალურ სახელისუფლებო რესურსს თავისი პირადი ბიზნესებისთვის და პირადი ინტერესებისთვის, ბუნებრივია, რომ არა ხელისუფლების მფარველობა და რომ არა ეს განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ყოფნა, ეს ვერ იქნებოდა ბუნებრივია დღეს ვერც ამ ბიზნესების მართვის პროცესში და ვერც საკანონმდებლო ორგანოში. სამადაშვილი არის ერთ-ერთი მაგალითი იმ ჯაჭვისა, როგორ ხდება ხელისუფლების მხრიდან ერთის მხრივ ლობირება და ამ ლობირების სანაცვლოდ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარების ადგილის დათმობა და როგორ ხდება ამ მაჟორიტარების მხრიდან ხარკის გადახდა ხელისუფლებისთვის ამ ყველაფრის სანაცვლოდ. ეს არის ცირკულაცია მოძრავი წრე, ანუ უკუგების პრინციპით. სამადაშვილი პარლამენტის დარბაზში, როგორც მისი კოლეგები ამბობენ, სულ რამდენჯერმე ხავთ ნანახი. შეიძლება ის იმ დღესაც არ იყო იქ, როდესაც პრეზიდენტმა ვერ დაინახა. თუ ჩვენ პრეზიდენტს დაინტერესებს კორუმპირებული ხალხი და ვერ ეუნებიან პარლამენტში, მე ვეთქვი აქედან რომ კორუმპირებული კაცი არის მერაბ სამადაშვილი, რომელიც გვავიწროებს ყველანაირად, გვართმევს ჩვენ ქონებას, რომელიც ჩვენ შემდგომში გამოდივართ ქუჩაში, ნაჩუქარი მაქვს ამბობს სამადაშვილი, რომ ეს მე მაჩუქესო მთავრობამოდა. მთავრობა მიტინგზე როდესაც წავედი, მე წავედი ჩვენი გაჭირვების და ჩვენი საქმიანობის გამომდინარე. აქციებზე სიარული კი არავის ეხალისება. თეორიულ მილიონერებსაც კი უბრალოდ ისინიც პრეზიდენტმა აიძულა.
შეხეთ რომ გავხდით სოფლიოში ნომერ პირველი მებრძოლი კორუფციასთან და ეს არის სააკაშვილის პიარი როგორც ზოგიერთ თავგაცხელებულ და ტვინგაცხელებულ ადამიანს წარმოუდგენი ეს არის რეალობა ფული ჩვენ ცოტა გვაქვს და გვინდა ბევრი გავაკეთოთ და ამიტომ ფულის მოტეხვა არის პრაქტიკულად შეუძლებელი და თუ ისე ვინმე ესეც უნდა იმასაც მოტყდება ხელები როგორც არაერთხელ დაამტკიცა საქართველოს პროკურატურამ ბატონო პრეზიდენტო, რატომ აიძულებთ ხალხს იარონ აქციებზე? ამ შეკითხვაზე პასუხს ალბათ კიდევ დიდხანს ვერ მივიღებთ. ან შეიძლება პრეზიდენტს გულმა არ გაუძლოს და რომელიმე საკუთარ გამოსვლაში გვიპასუხოს კიდეც, მაგრამ მანამდე აუცილებლად ისაუბრებს იმაზე, რომ საქართველოში კორუფცია აღარ არის, რომ საქართველო აღმავლობის გზაზეა და რომ საქართველოს შეუცვლელი ხელისუფლება ჰყავს და რომ ჩვენ ყველა ზემოთ ნანახი დოკუმენტი გვეჩვენება ან გავაყალბეთ. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტი, რომლის წევრიც უკვე აგერ მე რამდენი მილიონერია, გეგმავს ქონების თვალთმაქცურად გადამალვის შესახებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესებას და მერე ანატომიის შემოქმედებით ჯგუფს ალბათ შვეიცარიასა და ოფშორებში მოგვიწევს სიარული. ხალხის კუთვნილი გადამალული მილიონების ან მილიარდების საძიებლად. მანამდე საკუთარ ანატომიაზე და იმაზე ვიფიქროთ, ვინ სად რას და რამდენს მალავს.